ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა და რადგან ახლა ინფორმატორის დრო დადგა, მოდით გავიგოთ თუ რითი იყო საინტერესო დღევანდელი დღე 1 ნოემბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისათვის. იმისათვის, რომ წინა საარჩევნო პროცესმა მშვიდობიანად და მხიარულად ჩაიაროს, ვაკის პარკში მოეწყო აქცია კონცერტი, რომელშიც ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ. ცოცხალ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები 33A, Zumba, Soft Eject-ი, რა თქმა უნდა, ვაკის პარკი და სხვები. აი, ჯეკი არ არის. დიდი ბოდიშია პაუზისათვის. ამ კონცერტს რაც შეეხება, ეს არის იმ ჯგუფების და იმ ორგანიზატორების სურვილი, ვინც მოამზადა ეს კონცერტი საერთოდ, რომ ხალხისადმი გამოვხატოთ ჩვენი ნება და ეს ნება მდგომარეობს იმაში, რომ 2 ნოემბერს არ ვიჯდეთ სახლში და იქნება შევძლოთ და არჩევანი გავაკეთოთ. ანუ მივიდეთ საარჩევნო უბნებში და კარგად დავფიქრდეთ და თუ ვინმე მოგწონს, მივცეთ ხმა. თვითონ იდეას რადგან დავთანხმდით ამ აქციაში მონაწილეობაზე, ესე იგი მივესალმებით. იმიტომ რომ ჩემის აზრით ეხლა არის სწორედ ის დრო, როდესაც პრინციპში ყველაზე ახლოს ვართ იმ სიტუაციასთან, როცა შეიძლება ყველაზე ობიექტური არჩევნები ჩატარდეს ამ ბოლო არჩევნებს შორის და არაფრით არ შეიძლება პასიურობა და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ საქართველოს მომავალი და საქართველოს ბედი არის ჩვენ ხელში. მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის სასახლის სარკეებიან დარბაზში ჯაბა დიასამიძის პირველი დეფილე მოეწყო. მართალია ჯაბამ შესაძლოა დიზაინერობა არ გადაწყვიტოს და როგორც მისმა ძმამ ნიაზ დიასამიძემ გითხრა, იგი არქიტექტორობას აპირებს, დეფილეს მაინც დიდი წარმატება ხვდა წილად. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ნიაზ დიასამიძის ძმის ჯაბა დიასამიძის პირველ ჩვენებაზე. დეფილეში მონაწილეობს ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ნანი ბრეგვაძეც, რომელმაც გახსნა დღეს ეს დეფილე.
ემოციებისგან ვერც ვლაპარაკ. არაფერი არ შემიძლია. მე ესეთი დახვეწილი გემოვნები დიდი ხანი არ მომისმენია. შეთანხმება იყო არაჩვეულებრივ მუსიკასთან. ნუ ისე აღელვებული რომ ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთი გასაგებია. არაჩვეულებრივ დიდი მადლობა. მე მჯეროდა მისი და იმიტომ რომ აბახლას და ერთიც რო გამოვიდი იმაზეც ვღელავდი მაგრამ ეს ყველაფერმა გადააჭარბა ყველაფერ მონოდი ულოცავდა როგორ ტიროდა და ყველა მტირით სიხარულისგან რომ ნეტავის სხვა რაღაცებში და ასე დავიხვეწოთ ხელოვნების სხვა დარგებში სატვილად არ ღირდა ალბათ არ ვიცი სიხარულის მეც მქონდა მაგრამ მე სიხარულის და ნერვიულობის ყველაფერი ერთად და გავგიჟდი ბოლოს როგორც იცით, მოსკოვში მიმდინარეობს Fashion Week-ი, რომელშიც მონაწილეობა დიზაინერმა ავთო წყვიტინიძემ მიიღო. როგორც გავიგეთ, 4 ნოემბერს Fashion Week-ის დახურვის დღეს კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი მაკა ასათიანი წარმოადგენს თავის კოლექციას, რომელშიც 30 ნამუშევარი შედის. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას მეორე წელია, მაგრამ შემოდგომაზე და გაზაფხულზე, ანუ გამოდის მეოთხედ. ეს არის 2004 წლის გაზაფხულის კოლექცია, რომელსაც ქვია ინგლისურად ვიტყვი შეიძლება Black Out. ესე ქვია, ნუ ძირითადად აგებულია იმაზე, ნუ თემა გვაქვს ესეთი, სიბნელე და სიბნელიდან გამოსული ქალი. მე ეგრე არ შევკარი ხო, არაფერი აი ქვემოდან უნდა შეიკრას და არ გაგეხსნება, ზემოდან რო იკრა, ვიცი, რთულია. მომენტს გაიხსნა. ეს ტრიალდება მე. და არის ძალიან მოკლე ქვედაბოლოები და სარაფნები, ძალიან მოკლე, წელში გამოყვანილი, ცოტათი 50-იანი წლები და ცოტა თოჯინას მიმსგავსებული ქალი. ჩვენ უკვე აი რაც ვთქვით უკვე ეს 2 წელია რაც დავდივართ მოსკოვში, ვტოვებთ ჩვენ თითქმის მთელ კოლექციას მაღაზია მარკი ესე ქვია. ეს მოლაპარაკება ძალაშია და ეხლაც იგივეს გავაკეთებთ. უბრალოდ მე ასეთმელი რო რჩება ჩვენების მერე შოურუმში, იქ მოდიან სხვადასხვა ბაიერები ესე ქვიათ, რომლებიც ათვარიელებენ, შეიძლება შეკვეთა მოგცენ, რაღაცა კონკრეტულად ნაწილი მოეწონოთ, რომელზეც უშუალოდ მოილაპარაკებთ და ჩამოხვალ თბილისში, შეკერავი იგივე კოლექციას გაიმეორებ და გაუგზავნ. ნუ ეს გააჩნია როგორ განვითარდება, ანუ რო ჩავალთ იქვე. ჩვენ როგორც ყოველთვის მიყვავს სააგენტო ნატალის გოგოები, სალომე ღუნიაშვილი, თამუნა გაბრიელაშვილი, ნინო შეყრილაძე, ნათია მაკაცარია და კრისტი ყიფშიძე. მოსკოვში ქართული კულტურის დღეების პროგრამით იმყოფებოდა მომღერალი დათო კომართელი. ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე და მონაწილე ასევე კულტურის დღეების, რომელიც გახდათ მოსკოვში, ეს არის ლაშა ნიკაბაძე, რომელიც მილანში არის ამჟამად, იქ გადის პრაქტიკას და სწავლობს. რა თქმა უნდა, ეს ოპერულ, ასე ვთქვათ, სფეროში მოღვაწეობს. მოხდა ისე, რომ აი ამ ერთ-ერთი ჩვენი გალა კონცერტის შემდეგ, როდესაც იყო მიღება ოფიციალური გალა კონცერტის შემდეგ, ვიყავით სასტუმრო ნაციონალში, კლუბ ნაციონალში და ესე ექსპრომტად ვიმღერეთ. შემდეგ აი დაიბადა ესეთი იდეა ლაშასთან ერთად, რომ ხომ არ ჩაგვეწერა დუეტი, რომელსაც დაწერს მისი მეგობარი, რომელიც გახლავთ იტალიელი კომპოზიტორი, იგი მილანში მოღვაწეობს და რომელსაც თანაც აქვს რაღაც კავშირები ლაშასაც და კავშირები ისე ვთქვი, რომ ამ კომპოზიტორს რამოდენიმე სიმღერა დაწერა უკვე პავაროტისთვის და ესეთი დონის მუსიკოსია და ვთქვით, რომ ჩავწეროთ დუეტი მილანში, აი ამ კომპოზიტორის სტუდიაში და შემდეგ იტალიაშივე გადავიღოთ, ასე ვთქვათ, კლიპი. ეს არის აი რაღაც ესეთი პროექტივით, რომელიც ალბათ
ზუსტად უკვე გვეცოდინება დეკემბერში თუ როგორ განხორციელდება და როგორ განვითარდება. თუ რა თქმა უნდა ამ პროექტმა ნახა თავისი გზა, კარგად ყველაფერმა ჩაიარა, შეიძლება ლასკალაშიც ასე თქვას მიხილოთ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.